დაჯარიმებული ლილუაშვილი, რომელსაც უთხეს შენ ახლა $100 მილიონ მოიტან, ჯერჯერობით ეს თანხა არ ჩანს და შესაბამისად გრიგოლ ლილუაშვილს აკრძალული აქვს სახლიდან გამოსვლა, ქვეყნიდან გასვლა და საჯარო სივრცეში რაიმე ასე ვთქვათ მოძრაობები, მაგრამ არ უშვებენ, ჩაკეტილი იყო. დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების ამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. თავდაცვის ჯუანშერ ბურჭულაძეს აქ ძალიან მძიმედ საქმე ამ მიმართულებით, რომ მასაც რაღაცა კონკრეტულ ფულებზია ლაპარაკი, რომელიც ასე ვთქვათ მოიპარა და ოფშიაქში ბიზნესთან არ მიიტანა, თხოვენ კეშს. არ მიიტანს ახლა ეს ბურჭულაძეს კეშს, არა, მოიკითხეთ ახლა ჯუანშერ ბურჭულაძე. არის თუ არა მასზე საქმე აღძრული, პროკურატურას კითხეთ, არის თუ არა გამოკითხული. ბარებს ვინ იბარებს, ას ნიშნავს, აბსურდია. სხვადასხვა პირები. ხაბეიშვილის ნარატივია ეს. დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ღარიბაშვილი არის აბსოლუტურად დიდი პრობლემების ქვეშ. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ერთი მისი ჯიბე, რომეო მიქაუტაძე დააკავეს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. რომეო მიქაუტაძე დაგინიშნავთ, წამოვიღე აუდიტის დასკვნა. ეს გავიგერო ქურდულ კრიმინალური და ზოგადად კორუფციასთან დაკავშირებულია ყველა თანამდებობაზე გინდათ, მაგრამ მიქაუტაძეზე წერეთ, რომ საწვავს იპარავდაო თბილისში, როცა კალადესთან მუშაობდა. ტენდერებს რომ აფორმებდაო, კორუფციაში იყო ყელამდეო. დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებს. ელოდება ივანიშვილი მის პატრონებთან გაარკვიოს ახლა რუსეთში. ამბავ იცით რა, იცი რა. მოდი ახლა საქმეს აღვძრავთ ჩვენ. მაინც არ გადმოგცემთ, იმიტომ რომ ფარცხალაძე აღარ არის რომანოვია. თქვენი მოქალაქე რომ იძულებული ვარ რომ საქმე აღვძრა რა. ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თქვენი ჯერ ამდინარე რომ ის არ გახოთ საქართველოს მოქალაქე, მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა იცით და ამის დროს საერთოდ ხოლმე რუსეთის მოქალაქე არის, მაგრამ რთული პროცესი არის ეს ექსტრადიცია არ ვიცი. თქვენ იცით რომ ამ დანაშაულს ხელსაფარებს თქვენივე მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სავარაუდოდ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. ბატონო ირაკლი და პირდაპირ ხო არ ჩაგიწერდნენ რომ ცოლს ტყე არ უნდა აჩუქო, ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო, ცოლსო ესე ხო არ დაწერდნენ. თავარი აუდიტორი ქვეყანაში საჯარო დღისით მზისით სემა, მაგრამ არა მაინც ისევე ფარცხალაძის დაცვაში ხართ. ამასობაში აგენტიაო თქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რუსეთის სახელმწიფო ამბობს რომ რუსეთის პატრიოტიაო. ფარცხალაძემ ომის პირობებში ხელი მოაწერა, რუსეთის მოქალაქეობა იყო. მარტო დინარაძეს და კობახიძეს არ ჯერა რომ ფსბ-ს აგენტია. ბატონო ვახტანგ, ხო არ ვწდები, იქნება აბა შეხედეთ არქიტექტურას. არის თუ არა ეს თქვენი სახლი არის? ხო, არის, ხო, არაფერი არ არის. თქვენი სახლი, სასახლე, ვის მოუვა თვალში იმასთან, რასაც თქვენ აკეთებთ და როგორ კორუფციაში ხართ ჩაფლული. და დავიმახსოვრე, იმიტომ რომ კოლცენტრები აქვს, ჯუანშერი. თავდაცვის მინისტრს აქვს ქვეყანაში კოლცენტრი. მეცაც გეტყვით შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულს ბატონი ჯუანშერი ჩადის თავდაცვის სამინისტროდან. აი პირდაპირ გეუბნებით, რომ თავდაცვის სამინისტროში ამ კაცს აქვს კოლცენტრები. კობახიძე და დინარაძემ დააბეზღეს პირდაპირ მნიშვნელობით ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, გომელაური, რიჟვაძე და ბიძინა ივანიშვილის აუტანეს დოკუმენტები, სადაც დაუმტკიცეს რომ 1 მილიარდი ამ ადამიანებს მოპარული აქვს. ისე რომ ბიძინასთან არ მიუტანიათ წილი, ანუ რაც მიქონდათ იმის იქით აქვს 1 მილიარდი კიდე მოპარული. კალაძის кейსი აბსოლუტურად ცალკეა კიდევ. ვარაუდოთ მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიაყენეთ სახელმწიფოს. თქვენ რატომ არ ხართ? კი, თქვენ, კი, რა ვიცი, რა სახო მეშლება რა. ირაკლი ხარსელაძე არ ბრძანდებით? სხვა სახელმწიფო ირაკლი ხარსელაძე ხო ხართ? ისე იყურებით იქით. მე მაქვს ინფორმაცია რომ ამ ხარსელაძეს თხოვენ $150 მილიონ, 9 მილიარდ ლარამდეა საუბარი, ოღონდ მას და მის სამინისტროში უნდა შეგროვდეს ეს კეში თავისი მუნიციპალური განვითარების ფონდით გაგრძელებულებიდან ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახა ბერგვანცელაძის გათავისუფლებას ითხოვს თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი. დოკუმენტი სადაც წერია რომ კომპანია, რომელსაც 1 მილიონი ლარით მეცურთით ვერ ასრულებს ნაკის ვალდებულებას და ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქრთამის აღების სანაცვლოდ მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს.